მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, FM 107.9-ზე რადიო ძველი ქალაქის ეთერში თქვენ უსმენთ გადაცემას დიალოგის ფორმატით, რომელსაც მე ქეთევან ბერძენიშვილი ვუძღვები. დღევანდელი გადაცემა ჩვენ სპეციალურად გვინდა მიუძღვნათ თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენს მოსახლეობაში. ეს გახლავთ თემა ეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მის პროგრამებს, რა მიღწევები და გამოწვევები არის ამ კუთხით. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუდიის სტუმრები, რომლებიც არიან დღეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბატონი თემურ ნადირაძე, მერის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ბატონი გია ჩიჯავაძე და ასევე მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მესამე სტუმარი, ეს გახლავთ იმერეთის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ზაზა აბულაძე. ვიდრე სტუმრებთან გადავიდოდე შეკითხვით, მანამდე მინდა მცირეოდენი შესავალი გავაკეთო იმისა, თუ რაზე გვექნება ჩვენ დღეს საუბარი, საიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. გეტყვით, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისთვის. ალბათ საინტერესო არის, ვინ არიან კონკრეტულად პროგრამით მოსარგებლეები, რომელზეც ჩვენი სტუმრები გაგცემენ პასუხს. ასევე აქვე აღნიშნავ, რომ 2014 წლის აპრილიდან საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა თუ სახელმწიფო და კერძო სადაზღვეო პროგრამებით. მათ შორის დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი მოცულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით. 560 ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, ხოლო 546,000-მდე პირს აქვს კერძო ან კორპორატიული დაზღვევა. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელსაც არცერთი ტიპის დაზღვევა არ აქვს და ეს ძალიან ცუდია. ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ გადაცემის მსვლელობისას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წლიდან სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზარდა და მან 49 მილიონი ლარი შეადგინა საარსებო შემწეობას დაახლოებით 20,000 ადამიანი იღებს საქართველოში. მოდით ახლა უფრო კონკრეტულად მიმოვიხილოთ ის პროგრამები, თუ რა სთავაზობს სახელმწიფო მოსახლეობას და როგორი არის ეს პროგრამები შინაარსობრივი კუთხით, რა კონკრეტული პროგრამები არსებობს. ალბათ უპრიანია მე დავიწყო ბატონი თემურ ნადირაძით. ბატონო თემურ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩვენს რადიო მსმენელებს რომ კიდევ ერთხელ უფრო კონკრეტულად უთხრათ თქვენ იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლითაც მათ უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ალბათ ის თემები, რასაც ჩვენ გვექნება საუბარი, მინდა ჩვენმა მსმენელებმა კარგად გაიგონ და გაუმიჯნოთ, რაც არის ცენტრალური პროგრამები, ანუ სახელმწიფო პროგრამები და რა გვაქვს ქალაქში ჩვენი ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა. ქალაქში რაც არის, ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ჯერ ზოგადი განმარტებისთვის, ზოგადი შესავლისთვის, რომ ვთქვათ იმ პროგრამების შესახებ, რომელიც არის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ცენტრალური ბიუჯეტით, რაც მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვა შემოვიდა და სახელმწიფომ ეს ბიუჯეტში გაითვალისწინა, არის გარანტირებული ჯანმრთელობა საქართველოს ყველა მოსახლესათვის. ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა 2013-14 წლამდე, მე ძალიან ახლოს შეხება მქონდა ამ საქმეს, რამე თუ დიდი ხნის განმავლობაში 24 წელი მე ხელმძღვანელობდი ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს და წლების განმავლობაში მომიწია მუშაობა იმ პერიოდში, როცა არსებობდა მარტო 0-დან 5 წლამდე, ჯერ 3 წლამდე იყო, მერე 5 წლამდე გაიზარდა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც თანაგადახდას და ურგენტულ შემთხვევაში მთლიანად დაფინანსებას ითვალისწინებდა, იყო 60, ესე იგი, საპენსიო და იყო საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის და ვისაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქონდა ქულები, რასაც იმ პერიოდში უმწეოთა პროგრამა ითვალისწინებდა. დაახლოებით 5 წლიდან 60 წლამდე, ანუ 55 წელი იყო, შეიძლება ითქვას, გამოტოვებული, სადაც არავითარი
სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობდა, იქამდე მშობიარობაც კი. და წარმოვიდგინეთ რა მდგომარეობა იყო, ეს მთლიანად 100%-ით უხდებოდა ამ ხალხს თანხების გადახდა და ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ვის ვეტყოდით მკურნალობაზე ვარს, ვის ვეტყოდით მშობიარობაზე ვარს, ადამიანებს აღარ შეეძლოთ ამ თანხების გადახდა და იყო სხვადასხვა იურიდიული და სახელმშეკრულებო დოკუმენტების შედგენა, ვერ ვკადრულობდით, რომ სასამართლოში მიგვეტანა საკითხი, იმიტომ რომ ეს აუღებელი თანხები იყო და მოკლედ ძალიან დიდ ბევრ უხერხულობას გვიქვინდა. ჩვენ დღეს ისეთი აქტუალური თემა და გასაგები თემა, რასაც ჩვენი ჰიპოთეკარები ქვია და რასაც ვალები ქვია, ჩემ თვალწინ ხდებოდა ეგ ყველაფერი და ამიტომ დამიჯეროს მოსახლეობა, რომ 60-70% ამ ჰიპოთეკური ვალების და ბანკებიდან აღებული სესხების იმ ძველი პერიოდიდან მოდის, რომელიც ჯანმრთელობაში უხდებოდა. და არც ისე მცირე იყო 4 და 5,000-იანი შემოვიდა კარდიოხირურგია, რომელიც 10,000 არის ფარგლებში ადიოდა. დაახლოებით მოსახლეობის 80% ამას ბანკების მეშვეობით იღებდა ამ თანხებს და გადაეზარდათ გაუსწორებელ ვალებს. დღეს სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ გარკვეული პროგრამები სამედიცინო მიმართულებით დააფინანსოს და სრული დაფინანსება მოიცვას. მათ შორის არის ელიმინაციის, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ასევე კიბოს გარკვეული პირველ-მეორე სტადიაზე არსებული ამ დაავადებასთან დაკავშირებული პროგრამები. თქვენ თუ შეგიძლიათ გითხრათ, ეხლა ჩვენს რეგიონში, ქუთაისსა და იმერეთში, თუ გაქვთ ინფორმაცია, ვთქვათ, რამდენი ადამიანი არის მოსარგებლე, იმიტომ რომ მასიურად ტარდება ელიმინაციის პროგრამა მთელ საქართველოში და მათ შორის ქუთაისსა და იმერეთში და როგორც გამოიკვეთა სამწუხაროდ ისეთი შედეგი გვაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაავადებული ამ დაავადებებით. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან აქტუალური თემა და მე მინდა შედი სიამაყე თქვა, რომ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად უფასო იყოს, მსოფლიოში მეორე ქვეყანა ჩვენ ვერ ვნახავთ, რასაც სახელმწიფო იღებს თავიდან ბოლომდე. რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ქვეყნებში ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, მაგრამ ეს ხდება ძირითადად მათი სამედიცინო დაზღვევით და სხვადასხვა საშუალებებით გადახდა. ძირითადად ეს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე მიდის. მე ზუსტი ციფრების სხვა გამიჭირდება. ქუთაისში არის 3 დაწესებულება, რომელიც იმერეთში 3 დაწესებულება არის, რომელიც აქვს შესაბამისი ნებართვა იმუშაოს ამ პროგრამაზე და 3-ვე არის ქუთაისში და დაახლოებით 6-7,000 კაცი დღეს ღებულობს მედიკამენტს. დაახლოებით 1,500-მა 2,000-მა უკვე მკურნალობა დაამთავრა და დაახლოებით 95%-ში არის განოლებული ეს C-ვირუსის რაოდენობრივი სინჯები, ვისაც არა განოლებული, ისინი აგრძელებენ და კომისია იხილავს და თქვა 3-თვიანი კურსი შემდეგ გადადის 6-თვიანი კურსი. ეხლა რა შეეხება კიბოსთან ბრძოლის პროგრამას? და რა შეეხება ონკოლოგიის პროგრამას, საყოველთაო ჯანდაცვით არის ეს პროგრამა, რომ გეგმიური ოპერაციები 80% სახელმწიფო აფინანსებს, არის ჩამონათვალი, სადაც სხიური თერაპია და სხვადასხვა ქიმიოთერაპია, არა ყველა, რომელიც სახელმწიფოში აპრობირებული არის, აი ესენი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ეხლა მოგეხსენებათ, რომ აი ზუზუს კიბოს პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აიღო და ესეც არანაკლები მნიშვნელობის პროგრამაა, ვიდრე C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ამდენად ყოველ შემთხვევაში ცენტრალურმა ბიუჯეტმა დიდი ტვირთი აიღო თავის თავზე. ამ საყოველთაო ჯანდაცვას ბევრი ოპონენტი ყავს და ამბობენ, რომ ამაში დიდი თანხები იხარჯება. კი ბატონო, ჯობია ეს თანხები იყოს ბიზნესში, იყოს რაღაც მრეწველობაში, იყოს ინფრასტრუქტურაში ჩადებული, მაგრამ ეს არის
ავადმყოფობაზეა ლაპარაკი, ეს კონტინგენტი არ იწმენს იმ ადამიანს დღეს რომ იქ არიან ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი. იმ ადამიანს დღეს ჭირდება დახმარება და დღეს წყდება მისი სიცოცხლის საკითხი და ამას რომ ქვეყანა როცა ფეხზე დადგება და როცა კერძო დაზღვევა ფეხზე დადგება და ყველა უმუშევარი არ იქნება ქვეყანაში, ნუ ამას გარკვეული პერიოდი ჭირდება და ავადმყოფს დღეს უნდა დახმარება და დღეს ყოველთვის ბატონო თემურ თქვენ შეეხეთ იმ თემას რომელზეც მე ხა მინდა გადავიდე, ეს არის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომლითაც ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს საქართველოში და სახელმწიფომ გადაწყვეტა რომ განურჩევლად მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა ყველა ერთ ჩარჩოში მოექცია და ყოველთვის გაეკეთებინა ეს შეთავაზება. მაგრამ არიან ადამიანები იგივე კერძო დაზღვევით ვინც სარგებლობდა და შემდეგ ისინი იყვნენ კორპორატიული წესით დაზღვეული ადამიანები, ბენეფიციარები, მაგრამ მათ ან დაკარგეს სამსახური, ან რაღაც მოხდა და იქ აღარ მუშაობენ და დღეს ვერ სარგებლობენ ვერც სახელმწიფო დაზღვევით და ვერც კერძო დაზღვევით. ჩვენ გვყავს ერთ-ერთი რესპონდენტი ჩაწერილი, რომელიც ზუსტად აი ასე მოხდა აი ამ გაუგებრობაში, ეს გახლავთ სოფიკო გაბუნია, რომელმაც დაკარგა სამსახური და შემდეგ მას ქონდა კერძო დაზღვევა და ეხლა ვერცერთი დაზღვევით ვერ სარგებლობს. მოდით მოусმინოთ მის კომენტარს თუ რას ამბობს იგი. ქონდა კორპორაციული დაზღვევა. სამსახურის დაკარგვით შემდეგ გამიუქმდა, დღესაც მოხდის ავადმყოფოში, აღმოჩნდა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში არ ვიყავი ჩართული. ქალბატონმა ბრძანა რომ მას ქონდა დაზღვევა და სახელმწიფოს სამსახურის დაკარგვის შემდეგ იგი ვერ აღმოჩნდა დაზღვევის პროგრამაში. ბატონო ზაზა აბულაძეს მიმართავ, როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა, ეს არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, მაგრამ რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, მაგრამ ასეთი შემთხვევა არის ძალიან მასიური. ნუ ძალიან მასიური შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს შეეხო ასეთი ტიპის პრობლემა. როგორ უნდა გადავიდნენ ისინი სახელმწიფო დაზღვევაში, ვის უნდა მიმართონ ამ კუთხით, რა ნაბიჯები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ მათ მკურნალობის შემთხვევაში აუნაზღაურდეთ ის დიდი ხარჯი, რომელსაც ისინი აწყდებიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ვესალმები თქვენს რადიო მსმენელს. მინდა სანამ ამ კითხვას უპასუხებ, ძირედი შესწორება შევიტანო იმ საკითხში, რომ ეს ადამიანები არ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით. არა, ეს ადამიანები სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით, თუ მას ამ დღეს მდგომარეობით არ აქვს კერძო დაზღვევა, მაგრამ ის პიროვნებები, რომლებიც სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით და რაღაც მიზეზის გამო გაუქმდათ ეს კერძო დაზღვევა, ისინი არიან საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლეები, ოღონდ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტით. რომელიც გეგმიურ ქირურგიული მომსახურების დაფინანსებას არ ითვალისწინებს, თორე გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას და საკმაოდ ფართო ჩამონათვალია, რასაც საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც აფინანსებს. რაც შეეხება თუ როგორ მოხდება ამ ადამიანების გადასვლა საბაისო პაკეტში, ეს მთავრობის დადგენილების დონეზე უნდა მოხდეს, ანუ ცვლილება უნდა შევიდეს მთავრობის დადგენილებაში. მე რამდენადაც ვიცი ამაზე მუშაობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროში და სავარაუდოდ ეს ხარვეზი ასე რომ ვთქვათ იქნება გამოსწორებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით. ეს ადამიანები სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტით. დიახ, ჯანდაცვის დეპარტამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გახლავთ თია თავიდაშვილი, რომელმაც რადიო ძველ ქალაქთან საუბარში განაცხადა, რომ დაზღვევის გარეშე დარჩენილი ადამიანები ორ კატეგორიად განიხილებიან. ესენია 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით დაზღვეული ადამიანები და ამ დრომდე არსებულები, რომლებთაც გარკვეული პრობლემები აქვს და ვერ დაეზღვიან. ისინი მოусმინოთ თია თავიდაშვილის ამ კომენტარს, რომელიც უფრო ნათელს შეიტანს აი ამ პროგრამის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მე შეუძლია ამათო მიზეზი გახდებიან მინიმალური პაკეტის მოსარგებლეები. ანუ დათქვა კერძო სადაზღვეო სისტემასთან გვაქვს მხოლოდ 2013 წლის 1 ივლისზე. მინიმალურ პაკეტში ჩასართავად არის საჭირო უბრალოდ მხოლოდ მოტანა საფუძვით, რომ ეს ადამიანი აღარ სარგებლობს კერძო სადაზღვეო სქემით. მინიმალური პაკეტი მოიცავს ყველა იმ გადაუდებელ მდგომარეობას, მათ შორის კრიტიკული მდგომარეობების მართვას, რაც თქვათ იყო 2013 წლის 28 თებერვლიდან
2013 წლის პირველი ვისამდე. ანუ პირველი ეტაპი როცა იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის. და ამას დამატებულია გადაუდებელი თერაპია, რომელიც იმ პერიოდში არ იყო და დამატებულია მშობიარობა და საკეისრო კვეთი. ეს გახლდათ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თია თავიდაშვილის კომენტარი. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ბენეფიციარს აძლევს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლებას. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გამოთქვამს, პროგრამაში მონაწილეობის სურვილს ეთანხმება პროგრამის პირობებს და დადგენილი წესით წერილობით დაუდასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ბატონო ზაზა, რით უნდა იხელმძღვანელონ ბენეფიციარებმა, რომ გაიგონ, რას თავაზობს მას სახელმწიფო თუ კერძო დაზღვევა და რა არის სახელმწიფო დაზღვევის პრიორიტეტები? სახელმწიფო დაზღვევის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებმა შეუძლია მოიპოვონ სხვადასხვა, ასე რომ ვთქვათ, წყაროდან, მათ შორის ერთ-ერთი არის სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრის ოფისი, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა პასუხი ამ ინფორმაციას, ამ პაციენტისათვის საჭირო ინფორმაციაზე. გარდა ამისა, პაციენტი როცა მიმართავს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, ეს იქნება ამბულატორიულ დონეზე თუ სტაციონარულ დონეზე, ოჯახის ექიმი თუ ნებისმიერი მკურნალი ექიმი ვალდებულია მისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ეს ინფორმაცია, თუ სად რა მომსახურება შეუძლია მიიღოს პაციენტმა. გარდა ამისა, სოციალური ქსელებიდან და ტელევიზიის საშუალებიდან თვით სამინისტროსაც ხომ აქვს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი 1505, რომელზეც ასევე ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციარს. ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს მოსახლეობის არის სიღარიბის რაღაც ზღვარს მიღმა, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის როგორც სამედიცინო დახმარებას, ამბულატორიულს, ასევე მედიკამენტოზურ დახმარებას. ამ შემთხვევაში თქვენი სამსახური ბატონო ზაზა გარკვეულ სამუშაოს ატარებს და ასრულებს იმისთვის, რომ თქვათ განსაზღვროს ამ ადამიანების მდგომარეობა, ვის რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს, რომ შემდგომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ თქვათ მისცეს ამ ადამიანებს იმ დახმარებისთვის შესაბამისი მომსახურება გაუწიოს. ბევრი ადამიანია ისეთი, რომლებიც სოციალური დახმარების გარდა, ჩვენ ვიცით ფულადი დახმარება არის, ითხოვენ ასევე დამატებით კიდევ სხვა ტიპის დახმარებას, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. როგორი არის თქვენი სამსახურის პოლიტიკა, რამდენი ბენეფიციარი ყავთ თქვენ ამ ეტაპზე და რა სახის დახმარებისთვის მოგმართავენ ისინი? საყოველთაო ჯანდაცვის მოგეხსენებათ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის განმახორციელებელი არის სოციალური მომსახურების სააგენტო. შესაბამისად, იმერეთის რეგიონში მას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი. ჩვენი სამხარეო ცენტრის ჩვენ სერვის ცენტრს მომართავენ ბენეფიციარები გეგმიური სტაციონარული მომსახურების მისაღებად, ასევე მშობიარობის და საკეისრო კვეთის მომსახურების დასაფინანსებლად, ასევე ცხიური თერაპიის, ქიმიოთერაპიის და ჰორმონთერაპიის დასაფინანსებლად. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი ასევე არის განმახორციელებელი სხვა საყოველთაო ჯანდაცვის გარდა სხვა ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამების, როგორც არის მაგალითად იგივე დიალიზის, დიაბეტის პროგრამა და ასე შემდეგ. ძალიან დიდია ჩამონათვალი. გარდა ამისა, ესე იგი ბენეფიციარები, რომლებსაც ეს საჭიროებათ, მაგალითად დამხმარე საშუალებებია, ეს ბენეფიციარებიც მოგმართავენ სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, როგორც არის მაგალითად ეტლი, ან პროტეზი და ამ შემდეგ. და ის მომსახურებები, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ან ნაწილობრივ ფინანსდება პაციენტის დაზღვევის პაკეტიდან გამომდინარე, ასეთ ბენეფიციარებზე შესაბამისად, როცა იცემა დაფინანსების ფურცელი, შემდეგ უკვე მათ ანალოგიურად შეუძლიათ პარალელურად მიმართონ ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ან ქუთაისის მაცხოვრებლების შემთხვევაში ქუთაისის მერიის ჯანდაცვის სამსახურს და დამატებით ანუ პაციენტის თანაგადახდის თანხებთან დაკავშირებით უკვე მათ განაცხადება დახმარება, ასე რომ ამ მხრივ კოორდინირებული არის მოქმედება სოციალური მომსახურების სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სამსახურების.
დიახ, გავაგრძელებ თემას ისევ ჩვენს მიერ და ზოგადად სხვადასხვა საინფორმაციო სამსახურების მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ იმას, რომ არ არის ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ის პროგრამები, რომლებიც ხელშეუწყობდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციას თუ გამოკეთებას არა. ისინი ამბობენ, რომ წირი არის ამ მხრივ ფინანსური რესურსები და ისინი ვერ სარგებლობენ სრული მომსახურების პაკეტით. თუ სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული პროგრამები სოციალურად დაუცველები არაქმედუნარიანად აფასებენ. ბატონო კი ამ შემთხვევაში თქვენ ბრძანდებით ქუთაისის მერის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი. როგორ შეაფასებთ თქვენ რეალურ მდგომარეობას, როგორი არის და თქვენი სამსახური რას აკეთებს იმისთვის, რომ აი ამ ადამიანებისთვის გარკვეული შეღავათები იყოს, გარკვეული მომსახურების პაკეტები იყოს. მოგესალმებით, ალბათონო, მოგესალმები რადიო მსმენელს. ჩვენი სამსახური ადმინისტრირებას უკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებულ 2016 წელს დაფინანსებულ 18 პროგრამას. ამ 18 პროგრამიდან 6 პროგრამა ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის. ძირითადად ჩვენი სამსახური სოციალურ დაუცველთა ბაზაში არსებულ პიროვნებებს ემსახურება და მაგრამ ამასთან ერთად პარალელურად თანადაფინანსების სახით ეხმარება აფინანსებს გარკვეულ ოპერაციებს იქნება თუ მკურნალობას, რომელსაც საზღვაო დაზღვევიდან აქვს მიღებული დაფინანსება. მაგრამ ეხლა აქ რა ხდება ხალბატონო? შეიძლება ეს თქვენი უკმაყოფილება თქვენი ესენი გამოკითხულთა უკმაყოფილება ემსახურებებას, რომ სრულად არ ხდება ანაზღაურება იმ დარჩენილი თანხების. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ სახელმწიფომ, რომელმაც დააფინანსა გარკვეული მიმართულების ოპერაცია დაუშვათ 36 დადგილება არის ასეთი, რომელიც ითვალისწინებს 70%-იან დაფინანსებას მკურნალო ოპერაციისას. იმ დარჩენილ 30%-ში შედის უკვე ადგილობრივი თვითმმართველობა, ესე იგი 100%-ს ავსებს ადგილობრივი თვითმმართველობა. მაგრამ გადასახდელი მაინც რჩება პაციენტს, მაგრამ ეს გამოწეულია არა იმით, რომ ჩვენ დავაკლებთ იმას 100%-ს რა იმეს. ეს გამოწეულია უკვე კარგად მოგეხსენებათ კლინიკებს, ყველას აქვს თავთავისი ფასი, კერძო კლინიკებია და ეს იწვევს უკვე ამ სხვაობას და კლინიკის მიერ გაწეულ ფასს, ასე რომ ვთქვათ, ამაღლებულ ფასში რჩება გადასახდელი ნარჩენი. და შეიძლება ჩაითვალოს, რომ აი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის აი ამ პროგრამის ფარგლებში ეს არის ერთ-ერთი მინუსი, რითაც შემდეგ კლინიკებმა ფასები აწიეს, რადგან სახელმწიფო იხდის ამ ფასებს. დიახ, მე ბოდიში პატმაგია მე უპასუხებ ამ შეგიძლიათ თუ შეიძლება რახან საყოველთაო დაზღვევას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების ანუ სახელმწიფო აფინანსებს სახელმწიფო ლიმიტის შესაბამის პროცენტს, ну სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში 70%, ანუ 90%, ანუ 80%, ანუ 100%. და პაციენტს მაინც რჩება რაღაც გადასახდელი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ეხმარებიან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე შეგვიძლია პაციენტს მოუძებნოთ ალტერნატიული კლინიკა ისეთი, სადაც მას თანხა არ ექნება გადასახდელი, ანუ რასაც დააფინანსებს სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო ლიმიტის 70% დააფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, 20% შეუსებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. იმის ზევით ფასთა შორის სხვაობა სახელმწიფო ფასს და კლინიკის ფასს შორის მას გადასახდელი აღარ ექნება. თუ კი ის მოისურვებს ალტერნატიული კლინიკის მოძებნას, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ თუ კი პაციენტი მაინც ამბობს, რომ არა მე მინდა აი ამ საავადმყოფოში გავიკეთო მაინც და მაინც ეს ოპერაცია, სადაც ფასი გაცილებით მაღალია სახელმწიფო ფასზე, ეს ნიშნავს, რომ ის ირჩევს სამედიცინო დაწესებულებას და სამედიცინო დაწესებულების არჩევის დროს უკვე პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მას ზედმეტი და ანუ ფასთა შორის სხვაობა რაც იქნება ის გადასახდელი ექნება. ანუ სოციალურ მომსახურებას ააგებენ საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს, შეუძლია ნებისმიერ ბენეფიციარს მოუძებნოს ისეთი კლინიკა, სადაც ის თანხას არ გადაიხდის. ანუ ნაწილს დაუფინანსებს შესაბამის პროცენტს საყოველთაო დაზღვევა, შეუსებს უკვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. გასაგებია და რამდენი კლინიკა არსებობს ისეთი საქართველოში, რომელიც ანუ სრულ მომსახურებას თავაზობს პაციენტებს? არის ასეთი კლინიკები, ეს ოპერაციის სახეობაზეა დამოკიდებული და ოპერაციის ფასია დამოკიდებული.
იმიტომ რომ შეიძლება ერთი ოპერაცია დაუშვათ ერთ კლინიკაში, ჯდებოდეს სახელმწიფო ლიმიტში და პაციენტს არ მოუწიოს თაღის გადახდა, თუმცა სხვა ოპერაცია არ ჯდებოდეს. ანუ ეს ინდივიდუალურია და კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა ალტერნატივის მოძებნა ჭირდება. გასაგებ. ბატონო გია, ისევ თქვენთან რო გავაგრძელოთ თემაზე საუბარი. დიახ, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თქვა 2015 წელს ქუთაისის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 123.400 ლარით გაიზარდა. და მერის სოციალური დახმარების პაკეტზე 2014 წლის ბიუჯეტში 2.451.400 ლარი, ხოლო 2015 წელს 2.451.400 ლარი იყო გათვალისწინებული. თუ გაიზარდა 2016 წელს დაფინანსება და რის ხარჯზე, ანუ რა პროგრამებისთვის გაიზარდა კონკრეტულად? მოგახსენებთ 2016 წელს 2015 წელს ბიუჯეტი სამსახურის იყო 2.455.000, 2016 წელს უკვე ბიუჯეტი არის 3.990.000. ბიუჯეტი საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ აქედან მინდა გამოვყო 1 მილიონით გაზრდილი არის სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თქვენი ბიუჯეტით, რომელიც ითვალისწინებს აი უსახლკაროებისათვის სოციალური საცხოვრისის აშენებას, რომელიც დროებით იქნება მათთვის გადაცემული. არასაკუთრებაში, არამედ დროებით საცხოვრის მილიონი არის ამისთვის. აი დანარჩენი სხვაობა რაც არის 600.000-მდე დანარჩენი მატება, ეს მოდის ჯანდაცვის პროგრამებზე, დაემატა პროგრამა ახალი, გასულ წელთან დაკავშირებით, ეს არის სოლიდური სიმსივნის პროგრამა და არის კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბავშვთა დაფინანსება, თანადაფინანსება. არის უფრო სწორად გაიზარდა ასევე სკოლის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა გამოკვლევების პროგრამა, იქ დაემატა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა და გაიზარდა ასევე მრავალშვილიანების დახმარების პროგრამა, საკმაოდ გაიზარდა. გაიზარდა ასევე ეპილეფსიით დაავადებულთა პროგრამა, იმიტომ რომ რაოდენობა გაიზარდა პაციენტების გასულ წელთან შედარებით და თავისთავად პროგრამამაც მოითხოვა დაფინანსების გაზრდა. ძირითადად მოდის აი ამ პროგრამებზე ეს. კი ბატონო, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ასევე დიალიზით მოსარგებლეების პროგრამა არის. დიალიზით მოსარგებლე გვაქვს, ეს აქ ცვლილება არ შესულა, მაგრამ გრძელდება, რაც იყო შარშან წინა წლებში, იგივე გრძელდება, იქ არ გჭირდება ევეტევით იმ თანხაში, რაც აქვს ბიუჯეტში. დიახ. ბატონო თემურ, თქვენ საკრებულოს წევრი ბრძანდებით და თქვენი სამსახური განიხილავს ზუსტად და ვიზირებას აძლევს, ასე ვთქვათ, ბიუჯეტში დასამტკიცებელ პროგრამებს. რა პრიორიტეტებით სარგებლობთ თქვენ, რა მიმართულებებით სარგებლობთ იმისთვის, რომ ვთქვათ, რაღაცა პროგრამაზე შედარებით ნაკლები დაფინანსება დატოვოთ, რეკომენდაცია გასცეთ, ან ვთქვათ, რაღაცა პროგრამაზე უფრო მეტი დაფინანსება მოითხოვოთ. ბევრი არის ისეთი სხვადასხვა ტიპის დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ადგილობრივი თვითმმართველობიდან დახმარება. საერთოდ ჯანდაცვა და სოციალური სფერო არის ისეთი საკითხი, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ეს არის უსაზღვროდ და რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ყველგან დგას ეს პრობლემა, რომ რაც მეც აიღებს სახელმწიფო, მით უკეთესია მისი მოქალაქეების. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რისი საშუალებაც აქვს ქალაქს ბიუჯეტი, რასაც წვდება და რაც შეიძლება ჯანდაცვაზე და სოციალურ პროგრამებზე პროცენტულად იქნეს გამოყოფილი, აი ამას ვაფინანსებთ. თორემ რა თქმა უნდა, მოგახსენათ ბატონო გიამ, რომ მარტო ჯანდაცვა და სოციალური საკითხა დაფინანსება ბიუჯეტში 2015 წელთან შედარებით 600.000 ლარამდე გაიზარდა, ну ცალკეა მილიონი საცხოვრისის საკითხი. ჩვენ ალბათ 2 წლის წინაც იყო და 3 წლის წინაც ეს პროგრამა და ყოველ წელიწად ჩვენ რაღაც ახალ პროგრამებს ხსნით, რასაც ბიუჯეტი იტანს. მე მინდა გავჩერდე აი საკითხზე, რაც არის სასწავლო დაწესებულებებში სამედიცინო მონიტორინგის პროგრამა. მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩვენს ქვეყანაში ქუთაისმა გადადგას პირველი ნაბიჯები ამ მხრივ და 3 წლის წინ ჩვენ შევედით სკოლებში, როცა 25 წლის წინ არსებობდა ეს პოლიკლინიკების კომუნისტების პერიოდის მერე სკოლაში და სამედიცინო სასწავლო დაწესებულებაში ექიმს აღარ შეუხედია. მას შემდეგ განსაკუთრებით სასკოლო პედიატრია და რაღაცები გაუქმდა და ჩვენ უკვე
აგერ სამ პროგრამას ვახორციელებთ სკოლებში. აი მე ციფრებით გელაპარაკებით, რომ ჩვენი მსმენელისთვის უფრო ეს შტაბი და გასაგები იყოს. მაგალითად 3 წლის წინ დავიწყეთ ჩვენ ორთოპედ ტრამატოლოგიით და ქირურგიით, შემდეგ ამას დავამატეთ ჩვენ ოფთალმოლოგიის პროგრამა და წელს დავამატეთ ენდოკრინოლოგიური პროგრამა. მე მინდა აი წელს დავამთავრე ჩვენ არ დადებამდე ეს პროგრამა და რამდენიმე ციფრი ჩვენ მოსახლეობას უნდა უთხრა რომ გაიგოს ამ პროგრამის მნიშვნელობა და რა ხელად მნიშვნელოვანი არის ეს არის გეგმიური ეს პათოლოგიებია რომელიც არ აღწკიდდება და თუ არ შეგაწუხა ექიმთან მანამდე ადამიანზე პრევენციულად არავინ ამაზე არ ფიქრობს მაგალითად ოფთალმოლოგების შემოწმების შედეგად ქუთაისში 2016 წელში 2 კლასი ავიღეთ წელს 2 კლასი შარშან და თითქმის ალბათ 1-2 წელიწადში მთელ სკოლას მოვიცავთ უკვე 4010 მოსწავლე იქნა გამოკვლეული და გასინჯული ამ ოფთალმოლოგიის მიერ და გეტყვით რომ რა შედეგები აღმოჩნდა მხედველობის დაქვეითება აღმოაჩნდა 500-200 ბავშვს მიოპია 85 ბავშვს, ასტიგმატიზმი 55-ს, ჰიპერმეტროფია 4 ბავშვი, სიელმე 13 ბავშვი. ქირურგების მიერ პროფილაქტიკური გასინჯვების შემდეგ 4152 ბავშვი იქნა გასინჯული, თეაქარი 58 და კრიპტორხიზმი 20. ეს არის პირველ და მესამე კლასებში, როცა ამასაკამდე მათ ოპერაციები გაკეთებული უნდა ქონოდათ უკვე და მათმა მშობლებმა არც იცოდნენ რომ მათი შვილები ამ პათოლოგიას ატარებდა და კრიპტორხიზმის შემდეგ შორეულ შედეგებში მამაკაცებში უშუალოებას და სხვადასხვა ძალიან ცუდ შორეულ შედეგებს იწვევს. ორთოპედ ტრამატოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა პირველი და მესამე კლასის 4152 მოსწავლეს და ნახეთ რა ციფრებია 793 სკოლიოზის შემთხვევა არის ტანადობის დარღვევა 1492 შემთხვევა ტყელტერფიანობა 1880 და კოჭვის ახსის პათოლოგია 1894 ბავშვი. ესენი წლები გავიდოდა და აღმოჩნდებოდა მაშინ, როცა ზრდასრულ ასაკში ისინი სწორად ვეღარ გაივლიდნენ და როცა მკურნალობას უკვე აზრიც არ აქვთ. და წელს დავიწყეთ ახალი პროგრამა, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ადრეული დიაგნოსტიკა, რომელიც იწვევს სხვადასხვა სახის ნევროზებს, მეხსიერების დაქვეითებას და უამრავ პათოლოგიას. შემოწმებული იქნა ეს მე-7 კლასი ავიღეთ საპილოტო ასაკში, როცა სქესობრივი ჩამოყალიბება ხდება ბავშვების და 1786 ბავშვი იქნა გასინჯული, სადაც თირეოდიტები არის 93 შემთხვევა, ჰიპოთირეოზი არის 83 შემთხვევა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია არის 22 შემთხვევა. ანუ აი ამ ასაკში უნდა მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რომ შემდეგ იწყება უკვე ნევროზები და იწყება ლაბაგი თავისებურია, ადვილად ეშლება ნერვები, გაღიზიანებულია. ამას უყურას თავისი მიზეზები აქვს და ზუსტად ამ ასაკში იყო ესენი გამოსავლენებელი. გაკეთა როგორც ულტრავიოლეტი გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის, რომელიც პალპასიის კვანძიის ინჯებოდა და შემდეგ ესენი მივიდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ აი ეს ხალხი, რომელმაც არც იცის, რომ ესათვის დავადება აქ, ექიმამდე მიგვეყარა ჩვენ ესენი და აი ეს მე მგონი შევძელით. დიდი მადლობა. ეს არის ის პროგრამები, რომელსაც თქვენ რომ ბძანეთ, კიდევ რა არის მომავალში ძალიან სერიოზულად ფიქრობდა ჩვენ დიდი იმედებია ამაში ძალიან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციას გამოგვეხმაურა ამაში და ქალაქში აბსოლუტურად 0-ზე არის აუტიზმის საკითხი. და აუტისტი ბავშვები დადიან თბილისში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მკურნალობა ჭირდება, გატანჯულია ეს ხალხი და ჩვენ წელს ვერ გადავდგით ნაბიჯი, იმიტომ რომ არავითარ არ სტატისტიკა ქონდა ქალაქში, რამდენი აუტისტი
ბავშვი ყავს. არც სპეციალისტები ყავდა მომზადებული და ამიტომ ბიუჯეტშიც ვერ გავითვალისწინებთ ვერაფერი და მომავალ წელს უკვე ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული იქნება და ქალაქის სერიოზულად დაიწყებს მომავალი წლიდან ამ აუტისტი ბავშვების რადგან ასეთი პრობლემა ზოგადად არის მთელ საქართველოში აუტისტური სპექტრით დაავადებული ბავშვების ხომ არ გექნებოდა თქვენ ხომ არ ქონიათ რეკომენდაცია იგივე სახელმწიფო სტრუქტურებთან ჯანდაცვის სამინისტროსთან რომ ესეც გარკვეულწილად რაღაცა სახელმწიფო პროგრამის დონეზე დაფინანსებული გამხდარიყო იმისთვის რომ თქვათ ადგილობრივ თვითმმართველობებს რაღაც შეღავათი ქონოდათ ამ პროგრამით საბედნიეროდ აუტისტი ბავშვები რომელიც მკურნალობას აჭირვებს და იქაც თავისი ხარისხები გააჩნია ამ დაავადებას არ არის ბევრი და ალბათ სახელმწიფო შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვა ვერ მივიდა ჯერ აქამდე და ეს არ არის იმ ხელათ თანხებთან დაკავშირებული რომ ადგილზე ადგილობრივად თვითმმართველობა არ აიღოს და ჩვენ არც ველოდებით რომ მაგალითად თბილისში არსებობს აუტისტური პროგრამა რაიონები და ქალაქები ძალიან ისე ქაოსურად არაგეგმიურად აფინანსებენ ბავშვებს რომელთაც შეჭირვებული ოჯახებია და თბილისში დადიან საკუთარ და ჩვენ მალე მივვალთ იქამდე რომ ქუთაისის ყველა აუტისტი ბავშვი ქუთაისში ჩაიტარებს კვალიფიციური მკურნალობას რომელსაც ქალაქის თვითმმართველობა აიღებს და მათ ბევრად მოიხსენებათ ეს პრობლემები. დიდი მადლობა ბატონო თემურ ჩვენ ისევ რომ დაუბრუნდეთ ესე ვთქვათ იმ ადამიანების პრობლემებს რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და მათ უფრო მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება ვთქვათ ვიდრე ისეთ ადამიანებს ვინც დასაქმებულია და თავისი გარკვეული კონკრეტული შემოსავალი აქვს. ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ფულად დახმარებაზე ორიენტირებული პროგრამების გარდა სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებასაც ითხოვენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში თქვენთან ბატონო ზაზა ამბობენ რომ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ წელიწადნახევრის წინ ახალი პროექტი წამოიწყო. რა პროექტი არის ეს უფრო კონკრეტულად რომ უთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს და ისიც ცნობილია რომ ამ პროგრამით სოციალურად დაუცველები თურმე ნაკლებად ინტერესდებიან რომ დასაქმდნენ და გარკვეული შემოსავალი მქონეები თვითონ იყვნენ. დიახ, არის ასეთი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო, ეს არის დასაქმების პროგრამა და შესაბამისად ტარდება ყველა რეგიონებში დასაქმების ფორუმები, ასეთი ფორუმი ჩატარდა ცოტა ხნის წინ იმერეთის რეგიონშიც, წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ გასაუბრებას სამუშაოს მაძიებლებთან და მინდა გითხრათ რომ მაშინ რამოდენიმე ადამიანის დასაქმებაც კი მოხერხდა სხვადასხვა დაწესებულებებში. არის ესე სპეციალური ბაზა შექმნილი, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სამუშაოს მაძიებლები და ამ გზით ასე რომ ვთქვათ მოიპოვონ სასურველი სამუშაო ადგილები. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მართლაც არის ის პრობლემა, რომ ისინი თავს არიდებენ სამუშაო მიზეზი. ამის მიზეზი ის არის, როცა ის მუშაობას დაიწყებს და ხელფასი დაუფიქსირდება, მას მოიხსნება სოციალური დახმარება თავისთავად, ამიტომ და ისინი მაგალითად რამდენიმე მათგანი ამბობს რომ მათ ისარგებლეს ამ შემთხვევით ამ შეთავაზებით იყვნენ რამდენჯერმე გასაუბრებაზე მაგრამ ისინი სამსახურში არ აიყვანეს და გარკვეული ესე ვთქვათ ნიჰილიზმის გრძნობა დაეუფლათ. მე უკვე ეს თქვენი პრობლემა არ ვიცი ვერ გიპასუხებთ ამაზე იმიტომ რომ არ გამიგია ასეთი ფაქტი თუმცა არ ამგონია ვინმეს იმის გამო რომ სოციალურად დაუცველია უარი ეთქვა სამსახურში აყვანაზე თუ კი ის ამას მოისურვებს. და მაინც ანუ ძირითადი მიზეზი თქვენ გონიათ ის რომ თუ კი მათ აიყვანეს სამსახურში და დაენიშნებათ ხელფასი ისინი შემდეგ სოციალური დახმარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეს მე სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ რატომ უნდა თქვას ადამიანმა თუნდაც ის სოციალურად დაუცველი იყოს მით უმეტეს თუ სოციალურად დაუცველია რატომ უნდა თქვას უარი სამსახურში აყვანაზე ან მუშაობის დაწყებაზე მაშინ როცა მას ამას თავაზობენ. ჩვენ გვაქვს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაგალითად ექსპერტები სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამას არაეფექტურად აფასებენ. ის პროგრამა რაც დღეს არსებობს არის მხოლოდ საშუამავლო ელემენტი რომელიც რეალურად საქმეს ვერ გააკეთებს. იმისთვის რომ დასაქმების პროგრამა რეალურად იმუშაოს სახელმწიფოს მხრიდან სწორი გათვლებია საჭირო მაგალითად აცხადებს ექსპერტი სოციალურ საკითხებში გია კაკაჩია. და მისი თქმით სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა შეიმუშაოს
სამუშაოს მოწყვლადი ოჯახების სიღარიბეში ჩავარდნის შეჩერების ეფექტური მექანიზმები, ასევე დასაქმების ღონისძიებები განახორციელოს ისე, რომ სოციალურად დაუცველები შრომის ბაზარზე რეალურად დაბრუნდნენ. იქამდე ვიდრე სახელმწიფო სიდუხჭირის დაძლევის სხვა გზებს მოძებნის, წლიდან წლამდე სოციალური დახმარების ბიუჯეტი იზრდება, თუმცა მილიონები სიღარიბესთან ბრძოლაში ჯერჯერობით მარცხდება. ეთანხმებით თუ არა მის ამ მოსაზრებას? ეს გახლავთ გია კაკაჩია. იცით რა, მე არ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დასაქმების საკითხი დღეს ერთ-ერთი რთული საკითხია ქვეყანაში და რაზეც მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი არის სოციალური ის, რაც მე მოგახსენეთ, რა პროექტად სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს ამ მიმართულებით და მე კიდევ გავიმეორებ, რომ ჩატარდა ასეთი ფორუმი იმერეთს რეგიონში, უამრავმა ადამიანმა მიიღო მაშინ მონაწილეობა როგორც სამუშაოს მაძიებელმა, რა დიდი რაოდენობით ასევე დაწესებულები მონაწილეობდნენ, ვინც ახდენენ გასაუბრებას ამ სამუშაოს მაძიებლებთან და მინდა დაგიდასტუროთ კიდევ ერთხელ, რომ რამოდენიმე ადამიანმა მაშინ აი ამ დასაქმების ფორუმის წყალობით იშოვა სამსახური. თუმცა ეს არ არის ეს თემა, რომელიც ერთ დღეში და ერთ წელიწადში და რამოდენიმე ორ წელიწადშიც ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა გადასწრეს. თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით და ეს ცოტა ხანში აუცილებლად მოიტანს შედეგს კიდევ უფრო კარგს რა. ძალიან დიდი მადლობა. მე ახლა მინდა სხვა თემაზე გადავიდე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთია ის, რომ ადამიანები არიან, ვინც საჭიროებს კონკრეტულ პროგრამებში ჩასმას, დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ მეორე საკითხი არის პროფესიონალიზმი, როგორი პროფესიონალები მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ კუთხით არც თუ სახარბიელოა, როგორც აღმოჩნდა მდგომარეობა, რადგანაც ისინი უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობას ეხებიან, უფრო მეტ, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს მოითხოვენ მათგან პაციენტები. პაციენტთა უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფორმა არსებობს. რადიო ძველმა ქალაქმა გააკეთა გამოკითხვა და მოძებნა ის ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილები არიან სამედიცინო მომსახურებით. მოდით მოусმინოთ ამ ადამიანებს. კონკრეტულად მამაჩემის შემთხვევა მახსენდება, ფიქრობდა რომ გული აწუხება, იმიტომ რომ დაძაბულობას გრძნობდა გულის მხარეს და როდესაც ის მივიდა ექიმთან, ერთ-ერთ ექიმთან ქუთაისში, მან უთხრა რომ გულის პარკუჭები ქონდა დაზიანებული. მოგვიანებით ვიდრე მკურნალობას დაიწყებდა, კიდევ ერთხელ გადაამოწმა ეს დიაგნოზი და სხვა ექიმმა უთხრა რომ ეს არ იყო გულის პარკუჭებთან დაკავშირებული პრობლემა და ამ შემთხვევაში ადგილი ქონდა უბრალოდ კუნთის მოდუნებას, რაც დაკავშირებული იყო ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვასთან. მან მხოლოდ ჩაიტარა 10 დღიანი მკურნალობის კურსი და განაგრძო მოგვიანებით ცხადია ძალიან მშვიდად მუშაობაც და ცხოვრებაც. ეს ფაქტი ჯერ კიდევ რჩება ჩვენსნი ოჯახის ძალიან მძიმე გამოცდილებად ექიმებთან ურთიერთობის. ოჯახში ყველაზე პატარა წევრზე, რომელიც იყო მაშინ 6 თვის, მოგვიწია ალერგიაზე გარკვეული სახის ანალიზების ჩატარება, სადაც ექიმმა გაგვიშვა წყალტუბოში. ანალიზის შედეგად ბავშვს ჰქონდა რძესი ალერგია. საბოლოო ჯამში ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ თბილისში წაგვეყვანა ბავშვი სამკურნალო. ძალიან გაკვირვებული დარჩნენ იქ ექიმები, რომ ამ ანალიზებში, რაც აქ არის ნაჩვენები, არცად არ ჩანს, რომ ბავშვი რძის პროდუქტებზე აქვს ალერგია. ერთ დღეს იგზო მენჯის არეში ტკივილი. ახლა რადგან მოხუცი იყო, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კაცის ნაკლებობა აქვს. წავიყვანეთ პოლიკლინიკაში, სადაც იყო დარეგისტრირებული. დაზღვევა საიდანაც იღებდა. გითხრას, რომ მოტეხილობა არ არისო, გამოგვიწერეს სახსრების ანთების ნემსები. მაინც არ გაუჩერდა ტკივილი და იძულებული გავხდით, რომ კერძო კლინიკაში წაგვეყვანა. და იქ რომ მივიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ მქონდა მოტეხილობა და ახლა წარმოედგინეთ 80 წლის მოხუცი რას უძლებდა. აი ესეთი სამი სხვადასხვა კატეგორია მოვიყვანეთ ჩვენ, მაგალითად ერთი იყო საშუალო ასაკის მამაკაცი, მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული 82 წლის ქალბატონი და აქ ნამდვილად დგას მედპერსონალის კომპეტენციის საკითხი. ბატონო თემურ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, როგორც გამოცდილ ძველ ექიმს, რომელიც ხელმძღვანელობდით სამედიცინო დაწესებულებას, როგორი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიდგომა და პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმები და თუნდაც კომპეტენციის საკითხის დაყენება ესეთ შემთხვევებში. ეს იყო ძალიან ესე ვთქვათ რბილი შემთხვევები, რაც ვთქვათ არც ლეტალობით დასრულებულა და არც არაფერი, მაგრამ ხომ შეიძლება რომ მოხდეს მსგავსი ძალიან ცუდი ამბავი. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის სუსტი ადგილი. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი აკეთებს უზარმაზარ საქმეს დღე და ღამის ფასად, უძილო ღამეების ფასად. ისინი
ეჭიდებიან ძალიან სერიოზულ დაავადებებს და ხედავთ რომ ქვეყანაში რა ხდება, როგორ გაიზარდა სამედიცინო მომსახურეობის დონე, თითქოს კარდიოხირურგია უკვე აღარაფერი არა, როცა თქვა 10 და 12 წლის წინ ჩვენ შეიძლება ამაზე რაღაც ოცნებაც არ ქონოდა, რომ აი ესეთი რთული ოპერაციები რაც დღეს ქვეყანაში კეთება, გაკეთებულიყო ადგილზე. თუმცა რა თქმა უნდა მედიცინასაც საზღვარი არ აქვს, საკეთებელი და ასათვისებელი და უწყვეტი განათლებაც აუცილებელია ვფიქრობ. ზუსტად აქამდე მინდოდა გავაკეთე მისულიყავი რომ ჩვენ ქვეყანაში გაჩერდა ეს პროცესი, რასაც უწყვეტი სავალდებულო სამედიცინო განათლება ქვია. მე ვიცი ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით, დაიწყო უკვე საუბარი, რომ ეს აუცილებლად უნდა აღდგეს, რომ 5 წელი რაღაც გარკვეული პერიოდში ექიმი აუცილებლად უნდა ღებულობდეს რაღაც სამედიცინო დონის ამაღლებისთვის რაღაც სხვადასხვა სახის თუ ტრენინგებს თუ კვალიფიკაციებს თუ ასე შემდეგ. ნუ ახლა დღეს სერტიფიცირებული ექიმია, მას აქვს აბსოლუტურად მუშაობის უფლება, მაგრამ 3 და 4 წლის წინ რაც იყო, დღეს უკვე ახალი მიდგომებია და ახალი მეთოდიკაა და აი ეს უკვე თავი ექიმი თავისი ოჯახური თუ თავისი პროფესიონალური დატვირთული პრობლემებით ვეღარ იცნის და როცა ეს რაღაც სავალდებულო გახდება, რომ შენ თქვა 5 წლის განმავლობაში რაღაც კულობრივი სისტემით ან ამ ფორმით, ან ერთით, ან მეორე რაღაცა ფიქრობდე შენი კვალიფიკაციის ამაღლებას, თორე შენ შეიძლება ამას შენ სერტიფიკატზე და სამედიცინო საქმიანობის უფლებაზე იმოქმედოს, ალბათ მეტად მოინდომებენ ექიმები, რომ თავიანთ თავზე იმუშაო და თავიანთი პროფესიული დონე ამაღლო. რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, რასაც სამედიცინო გადაცდომა ქვია. ეს არ არის შეგნებული, ეს არ არის თავისი რაღაც გულისყოლო დამოკიდებულებით პაციენტის მიმართ, მაგრამ სამედიცინო შესწავლები, რა თქმა უნდა, არსებობს. და ბატონო თემი, ამ შემთხვევაში პაციენტთა დაცვის უფლებრივი მექანიზმები თუ არსებობს, რომ ვთქვათ რაიმე შემთხვევაში ან ჩვენი კანონმდებლობა არეგულირებს, არის კანონი პაციენტის შესახებ და ნუ აქ არის ყველაფერი გაწერილი პუნქტობრივად რა შემთხვევაში როგორ და კანონი რა თქმა უნდა პაციენტს იცავს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მე მინდა კიდევ ერთი კითხვით თქვენ მოგმართოთ ისევ ბატონო თემურ. ჩვენ ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ იმ პროგრამების შესახებ, იმიტომ რომ ერთი გადაცემის ფორმატში ხადია რომ ვერ ჩაეტება დეტალურად თქვა განვიხილოთ ყველა პროგრამა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებაც ვისაუბროთ, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენგან აი რა არის ის აუცილებელი, რაც სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ამ სოციალური დაცვის კუთხით, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, იმისთვის რომ ადამიანებს გასაგებია რომ ორი ძალიან კარგი პროგრამა სრულად ფუნქციონირებს და თქვა კიდევ არის გარკვეული შეღავათები ადამიანებისთვის, მაგრამ თქვენ როგორ მიგაჩნიათ რა არის კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაღაცა დონეზე, ვთქვათ, არც ამდენი სოციალურად დაუცველი იყოს და ან ამ ადამიანებს რაღაც ჯანმრთელობის ესე ვთქვათ პირობები გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე რაც სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ქონდეს ჩვენ ქვეყანაში ეს არის პროგრამები მიღებული. ნუ გააჩნია შეიძლება 70% თანაგადახდა აივიდეს 80%-იან გადანახ, მაგრამ ეს არის ყველაფერი დროებითი ღონისძიებები. ყველაზე იდეალური არის რომ ყველა ადამიანი უნდა მუშაობდეს და თავის კერძო დაზღვევაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ სანამ ეს მოწესრიგდება, ამასობაში წლები გადის და მე თავში დავიწყე ამაზე საუბარი, რომ ადამიანს როცა უჭირს იმ დღეს უნდა მას დახმარება. მე ყველაზე მეტ მტკივნეულ საკითხად მიმაჩნია მედიკამენტების საკითხი დღეს, რომელსაც სახელმწიფო ამ თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში ვერაფერს ვერ შობა რომ ეს ფასები დაარეგულიროს და ალბათ ყველაზე მოცვადი პროგრამა იქნება და ჩვენი მოქალაქეების თვალსაჩინო პროგრამა და შეძი რომელიც ყველა ოჯახზე იმოქმედებს რომ რაღაცა ფორმით მედიკამენტების საკითხი უნდა გადაწყვეტს. ანუ რომ ცოტა ფასი დაიწიოს მედიკამენტებზე და არ იყოს. აი მეორე საკითხი ეს არის ალბათ დღეს ნახეთ რომ 90% დაწესებულებების არის უკვე კერძო საკუთრებაში. მე ამაზე ვჩები და თუმცა ეს უკვე გუშინდელი დღეა, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებები, რომელიც პროცესი ძალიან ისე ვერაგი პრივატიზაცია მოხდა დაახლოებით 6-7-8 წლის წინ დაიწყო და ბოლო აღარ უჩანს ამას, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება გაიყიდა და კერძო მფლობელობის ხელში ჩავარდა. თუმცა ეს კონკურენციას უფრო არ წევს და ხარისხს მაღლა. კი წევს გაბატონო ქეთი, მაგრამ წევს ამ სამედიცინო სერვისების ფასებს და ამ ფასების საზღვარი არა აქვს და მიდის ყოველდღიურად. ჩვენთან რაღაცნაირად ცოტა უკუღმა არის ნორმალურ ქვეყნებში პირიქით ცდილობენ რომ ფასები დაარეგულირონ ისე რომ ხელმისაწვდომი გახდეს. ბატონო ზაზამ რომ სახელმწიფოს გასასვლელებული ფასი თქვათ არის ამ ოპერაციის მაგალითად ვამბობ 1000 ლარი, სახელმწიფო იხდის 700 ლარს გეგმიურ შემთხვევაში და პაციენტს ეუბნება რომ თქვენ გადაიხადეთ 300 ლარი, მაგრამ როცა ამ კლინიკაში 1500 ლარი აქვს მას დადებული ამ ოპერაციულ კუნალობაზე, სახელმწიფო მაინც 700 აძლევს და აგერ მოქალაქეს უკვე 800 ლარი მოუხდა. წია გადახდა და მან საყოველთაო ჯანდაცვის რაღაც მადლი ვერ გაიგო და ამიტომ მე არ უნდა გაყიდულიყო სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულები, რაც არის ფსიქიატრია, რაც არის ფიზიატრია, რაც არის თუმცა ამას ახლა უკან უნდა დარჩენილიყო. ასეთი რომ აი ჩვენ სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებები ყოფილი ეს შეამცირებდა ამ უკმაყოფილების რაღაცა დოზას. მე მაინც იმაზე ვშები რომ უნდა იყოს გინდა ამას მუნიციპალური დავარქვათ, გინდა საუნივერსიტეტო დავარქვათ, ერთი კლინიკა უნდა იყოს, სადაც ყველა სახის სერვისი იქნებოდა, მაშინ საყოველთაო ჯანდაცვა უფრო წელში გამართული ექნებოდა. იტყვის აბატონო მიბრძანდით ამ დაწესებულებაში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ დღევანდელი მოთხოვნის შესაბამისობაში ყველა სამედიცინო სერვისი მოგეწოდეთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და იმ პასუხებისთვის, რომელიც ჩვენს დასმულ შეკითხვებზე თქვენ გაეცით. მე რადიო მსმენელებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც გვხვდება ამ მიმართულებით. ეთერში იყო გადაცემა დიალოგის რეჟიმით, რომელიც მე ქეთევან ბერძენიშვილს მიმყავდა და ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ ბატონი თემურ ნადირაძე, ბატონი გია ჩიჯავაძე და ბატონი ზაზა აბულაძე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.